მოგესალმებით შემოგარგებო. დილამშვიდობისა, საღამომშვიდობისა, დღემშვიდობისა ვისთანაც რა დროა. ჩემთან აგარაში, ჩემთან სახლში ახლა არის დაახლოებით 8 საათი. დღე დამოკლდა. მზე უკვე გადავიდა ჭაღიავანთე. აი ახლა მზე ჩადის თებს უკან. და უკვე იგრძნობა, რომ საქმე მართლაც დამოკლდა დღე და რაღაცნაირ ესეც ნოსტალგიურ და სევდიან განწყობაზე მახსენებს ეს პერიოდი, როცა დღე ესე საგრძნობლად პატარავდება, ზაფხული იწურება და როგორც არ უნდა ცხელოდეს, მზე ისეთი ღონიერი აღარ არის. ჩემ აივანზე რამდენიმე მომჭკნარი მოყვითალო ფოთოლიც კი შემოფრინდა უკვე, ფერცვალების მერე უკვე თებმაც ფერი შეიცვალა. მახსენებს ქვიშხეთში რო ვისვენებდი ბავშვობაში, აი იმ პერიოდს, განსაკუთრებით 90-იანებში მე უკვე მოზარდი ვიყავი, მაშინ აღარ ვიყავი პატარა, როდესაც არ იყო ხოლმე დენი, ეს შუქი მოდიოდა ხოლმე, ცდილობდნენ რომ ყოფილიყო, მაშინ როცა მწერალთა სახლში დამსვენებლები ჩამოვიდოდნენ ხოლმე. როგორც კი წავიდოდნენ, მაშინვე ეგრევე აი 24 საათიანი უშუქობა იწყებოდა ხოლმე. მანამდე კიდე დღის რამდენიმე საათი, ან საღამო მაინც ინთებოდა ხოლმე. მიდიოდნენ ეგრეთ წოდებული დაჩნიკები, მოაგარაკეები. მიდიოდნენ ხოლმე მანქანები. დღე არ გავიდოდა, რომ ქვიშხეთში დაღმართზე, მითი რა ქვია, გრიალით არ ჩაგორებულიყო, კარგად დატვირთული მანქანა, თავისი ველოსიპედებით, თავისი მანეჟებით, საბავშვო ეტლებით, რაღაცა ლეიბებით, გატიკონული ჩანთებით. აი ესეთი სიხარულით რომ ჩამოდიოდნენ და რომ იწყებოდა ჟივილხივილი ქვიშხეთში, აგვისტოს ბოლოს უკვე ეს ყველაფერი მთავრდებოდა და ისევ იცლებოდა ნაკადები. მიდიოდნენ თბილისისკენ თუ საიდკენ, იქითკენ, საიდანაც ჩამოვიდნენ და იცლებოდა ნელ-ნელა სოფელი. ჩემი მეგობრები, ჩემი იქაური მეგობრები, ვინც ქვიშხეთის სკოლაში სწავლობდნენ, ნელ-ნელა ემზადებოდნენ სკოლისთვის, იკრეჭდნენ თმებს, იკერავდნენ ან ყიდულობდნენ ჩასაცმელს. მე რა თქმა უნდა არ მივყავდი არავის პირველივე დღეებში და პირველივე კვირებში სკოლაში, მე მათთან მივდიოდი ხოლმე ქვიშხეთის სკოლაში და ვდიოდი ხოლმე. ხან სტუმრად, ხან ერთ კლასში, ხან მეორე კლასში, ყველას კლასელს ვიცნობ, ყველას მასწავლებელს ვიცნობ. მერე ნელ-ნელა წვიმები ატყდებოდა ხოლმე, მერე უკვე ციოდა, უკვე ღუმელს ეზოში, რომელიც გვედგა მძიმე თუჯის კვადრატული ღუმელი იყო ძველებური. ღუმელს დედა და მამა სახლში შემოათრებდნენ ხოლმე და იქ დადგამდნენ ხოლმე, თუმცა ჩვენ გაურამემტებელ საზაფხულო რეზიდენციაში ასე თუ ისე მაინც თბილოდა შემოდგომაზე, ათბობდა ღუმელი ზამთარში ვეღარ, თორე ალბათ ზამთარშიც დავრჩებოდით. ის რაღაცა რამდენიმე ქათამი რომ მყავდა, იმას თავს წააგდებინებდნენ ხოლმე წამოსვლის წინ. ჩავალაგებდით ხოლმე ჩვენ ჩასაცმელს, ბარგი ბარხანას. ქირავობდით ხოლმე მანქანას, მამას მანქანა არა ზურსარყოლია, ან ჩვენი რომელიმე ნათესწავის მანქანით მოვდიოდით ხოლმე და მოგქონდა ვეზიდებოდით იქიდან ეზოში თუ ტყეში შეგროვილი კენკრით მოხარშულ მურაბებს, წნილებს, რა ვიცი, რას არა და ესე ბრუნდებოდით ხოლმე თბილისში და ჩემთვის ეს იყო ძალიან სევდიანი. ასეთივე სევდიანია, ახლაც ვერ ვიტყვი რომ აგარაში ძალიან ბევრი მოაგარაკია, მაგრამ აგარის უმეტესი მოსახლეობა ქალაქშია გადასული, უკეთესი სამსახურის საძიებლად. ამ დროს ჩამოდიან ხოლმე, უბრალოდ ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე და ამ დროს უკვე მიდიან და სიხალვათე აქაც ნელ-ნელა უფრო და უფრო საგრძნობი გახდება.
ამინდით შეიცვლება, დღე უფრო დამოკლდება და წავალთ ნელ-ნელა ესეთი წითური შემოდგომისკენ. ატყდება მერე წვიმები, მერე გვესიამოვნება ჟაკეტების მოცმა, ფეხზე წინდების ამოცმა, გამოვაძრობთ თბილ საბნებს, პლედებს. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ერთიდან მეორეზე გადასვლისას რაღაცნაირად სასიამოვნო, რაღაცნაირი ესეთი ნოსტალგიური სევდა გვიყვებს. აი ესე ჩემოკარგებო, როგორც ხედავთ, თმა შევიღებე, ძალიან მსიამოვნებს, მართლაც. აი თითქოს 20-25 წელი მომაკლდაო, თქვენ რას. თუმცა ცოტა არაბუნებრივად არის, ჯერჯერობით კანიცის ამაქვს გათხრნული მაქვს. მაგრამ ერთ-ორ დაბანაში უკვე კარგად მექნება. დღეს მოვიდა ჩემი მეგობარი, დედაჩემის მეგობრის შვილი და ესე გამახარა, კაი გოგოა. კარგა ხანს ვისხედით, ვიქაქანეთ, დავისვენეთ და წასვლის წინ შეგღებავო მითხრა და შემღება საღებავი მქონდა რა თქმა უნდა, უბრალოდ თავი ვერ მოვაბი ამ ყველაფერს. 30 რიცხვია დღეს, ხვალ ზაფხულის ბოლო დღეა. შაბათია, ტასიკო ისვენებს, მეც ვცდილობ ხოლმე. შაბათ კვირას ვცდილობ ხოლმე, რომ ოჯახის რიტმით ვიცხოვრო და ამ დღეს აი დავშვათ კერვა და მანქანის ჯახჯახი არ ავტეხო და არავის შევაწუხო, დავასვენო, ხალხი დაისვენონ. თუმცა თეთრეულის კერვა მაქვს წამოწყებული, აგერ დავკეცე, დავჭერი, გვერდზე გადავდე და ორ შაბათს განვაახლებ რა, სად გარბის. ჩემი ნება არ არის, მე ვარ აქ ბატონ პატრონი ამ ყველაფერს. ამის დირექტორი მაინც ავარო, დედაჩემ მაინც ყოფილი თქმა, ხან ტელევიზორზე, ხან რაღა, მაგის დირექტორი მაინც ავარო. ეგ მაინც არის ჩემი გადასაწყვეტი. ჩემოკარგებო, ჩემ შეკითხვაზე, აბა გამოიცანით სად მივდივარ მეთქი. რა თქმა უნდა, მე ბევრი მაყურებელი არ ამყავს და შესაბამისად კომენტარიც ბევრი არ შემოდის, თუმცა ჩემთვის თითეული ძალიან ძვირფასია. სულ რაღაცა 5-6 კომენტარი შემოვიდა, ზოგმა არ ვიცითო, ზოგმა შვედეთში მიბრძანდებით ალბათო, კიდე რაღაცა ვარიანტები იყო, მაგრამ გამოვლინდა გამარჯვებული, ორი გამარჯვებული, ერთი რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ალბათ იტალიაშიო და მეორე რომელმაც ქალაქი დააკონკრეტა, ვენეციაო, ვენეციაში არ მივდივარ, თუმცა იტალიაში მივდივარ, ასე რომ ორივე კომენტარის ავტორი თავად მიხვდებით ვიზია საუბარი, ერთმა დაწერა იტალია, მეორემ დაწერა ვენეცია და ორივე იტალიას გულისხმობს, ჩვენ ეს კარგად ვიცით. ორივე გამარჯვებულად გამომიცხადებია და ორივე ჩემგან მიიღებთ ჩემი მოგზაურობიდან, მორიგი იტალიური ვოიაჟიდან პატარა სუვენირ საჩუქარს. ეს არ იქნება ესეთი ძვირადღირებული საჩუქარი, ძვირადღირებულს მე ჩემთვისაც არ ყიდულობ. სუვენირი იქნება, რომელსაც კურიერი მოგიტანთ გზავნილის სახით. როცა დაუბრუნდები და დაუბრუნდები დეკემბრის დასაწყისში მივფრინავთ მართლაც იტალიაში, მილანში, ევროპის მოდის დედაქალაქში 24 ნოემბერს მივფრინავთ ქუთაისიდან, ძალიან ექსპრომტად მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენი არავითარი საქმე არ გვაქვს, მივდივართ 100% დასასვენებლად და დასათვალიერებლად და აი ესე უცბად გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ აქედან გასაფრენი ქუთაისი მილანის ბილეთები იყო აი კაპიკებში 60 ლარად იყო და ამას ხელიდან ვერ გავუშვებდო თქვით და ახლა ჩასაფრებულები ვართ რომ უკან გამოსაფრენი ბილეთები სადღაც დეკემბრის დასაწყისში 1 კვირა 10 დღის შემდეგ დავითრიოთ ესე ვთქვათ, ისიც ესე დაბალ ფასში და ასევე ჩასაფრებულები ვართ და მთელი ოჯახი ვქეკავთ Airbnb-ს და Booking-ს იქნებ რაღაცა იაფი ვიპოვოთ. ყველაზე ცუდ ვარიანტში რომელიმე ქართველებთან ვიქირავებთ ოთახს ან საწოლებს, თუმცა მაგასაც ცალკე ის უნდა იცით, ცალკე ყალბი ბრონი უნდა გააკეთო სასტუმროსი, რომ საზღვარზე გაგიშვან. მე გადახვალ თუ არა ეგრევე გააუქმო ის ბრონი და მე მიხვდი ამ ქართველებთან და ამ ქართველებთანაც
ცოტა რთულია, იცით, იქ სულ სხვა ამინდია, ესე ვთქვათ, იქ სამუშაო ქალბატონები არიან ხოლმე უმეტესად თავიანთი პრობლემებით და თანაც ბევრნი არიან ხოლმე და თანაც საერთოა ხოლმე სამზარეულო, საერთოა ხოლმე შხაპი და სოლიწერტილები მოკლედ ტუალეტი. და ჩვენ გვირჩევნია, რომ ისეთ ადგილას წავიდეთ, სადაც ჩვენი გვექნება თუნდაც პატარა სამზარეულო და კარს რო ჩავკეტავთ, დიდი იქნება, პატარა იქნება, ძვირფასი თუ იაფი, ჩვენი იყოს და იმ სამზარეულოში ხა 10 დღის განმავლობაში მე იმდენი ფული არ მაქვს, რომ მთელმა ოჯახმა რესტორნებში ვიაროთ, მით უმეტეს რომ ნებისმიერ ყველაზე იაფ სუპერმარკეტშიც კი უგემრიელესი იტალიური პროდუქტი, საკვები პროდუქტი იყიდება და ამ ყველაფრის გაკეთება მეც შემიძლია სახლში დილის პირველ მიღება საკვებს მაინც, საუზმეს მაინც რაღაცა კვერცხს იყიდის ადამიანი შეიწვავს და არ გავარდება რესტორანში და უფრო იაფათაც გამოვა, უფრო ჯამრთელათაც მიირთმევს და სულ რესტორანში ჭამაც ძალიან მოსაწყენია რაღაცა ოჯახისაც გენატრება, ხო სწორია? ასე რომ მივდივართ მილანში. მიხარია გაგიჟებით, მე საერთოდ ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ვისა ვიყვარს, მაგრამ მე ჩვენება რომ განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ განსაკუთრებულად ვემზადები, განსაკუთრებულად გეგმა, განსაკუთრებულად გამოვხატავ ამ ყველაფერს და იტალიაში მით უმეტეს, აი რო გადავხედავთ ხოლმე ბილეთებს, აბა სად რომელი მიმართულებით არის იაფი, საერთოდ შეიძლება რაღაცა იაფად წავაწყდეთ და ჩვენ ხა როცა არ გინახავს ის გაინტერესებს, საბერძნეთიც გაინტერესებს, ის რა ქვია, ალბანეთიც გაინტერესებს და ისიც რა ქვია, ალჟირიც, მე ესე ვარ, რა ვიცი და გადავხედოთ, აბა ერთი სად არის რაღაცა, იქნებ სადმე რაღაცა შეღავათიანი იყოსო, მაინც არჩევაზე რომ იდგება საქმე, საბოლოო ჯამში მე მაინც იტალიას ვირჩევ, იმიტომ რომ მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ბევრს ნიშნავს, რომ იქ დიდხანს მიცხოვრია, შედარებით დიდხანს ახლა იმდენხანს ცხოვრობენ ჩვენი ემიგრანტები, რა მოსატანია, 20 და 25 წელი ცხოვრობენ უკვე, თაობებს უვლიან ოჯახებში, რამდენიმე მუხლს იყავთ ერთ ოჯახში, გასტუმრებული საიქიო. იმდენი ხანია იქ არიან უკვე და დაფუძნებულებიც არიან უკვე და ან ჩემი ენის ცოდნა რა მოსატანია მათ ენის ცოდნასთან, მაგრამ მაინც ის რაღაცა ერთი-ორი სიტყვა რო ვიცი და იქ რომ მიცხოვრია, ასე თუ ისე ჩემთვის დიდხანს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეტყობა ეს ძალიან მიიოლებს იქ მოგზაურობას, უფრო რაღაც დაცულად გრძნობ თავს, ან უბრალოდ შეიძლება იტალიური კულტურა არის ჩემთან ძალიან ახლოს. ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი ახლა მილანს, როგორც ამბობენ, მილანი არის აბსოლუტურად განსხვავებული რომისგან. სულ სხვანაირი ქალაქიაო, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონსო. აი იქ სადაც რომი არის ძალიან ანტიური, ზედმიწევნით ისტორიულია ყველაფერი და ღია ცისქვეშ, მუზეუმია ღია ცისქვეშო, მილანში ძალიან ბევრი სანახავიაო, ისტორიულიო, მაგრამო იქ თანამედროვეც ძალიან საინტერესოაო, იცით, ეს არის მილანიდან უკვე 20 კილომეტრში არის ალპები. ჩანს კიდევაც, როცა ესაა ნისლი როცა არ არის და როცა წვიმიანი ამინდი არ არის, მაღალი სართულებიდან ჩანს კიდევაც თუ უყურებს შენობა ალპებს ჩანს და უფრო ავსტრიისა და გერმანიის გავლენა იგრძნობა როგორც არქიტექტურაზე, ასე მათ ენაზე, იქ სხვანაირი იტალიურად ლაპარაკობენო ამბობენ. მათ მენტალიტეტზე, ხო და აი ვნახოთ, აბა, ვნახოთ როგორია ეს ალპების მხარე. მე ვარ ნამყოფი მილანში, თუმცა ვარ ძალიან უცნაურ სიტუაციაში ნამყოფი, თვითმფრინავმა დაიგვიანა, ღამე იყო, გვიანი იყო უკვე და აღარაფერი აღარ მოდიოდა და ჩემ ავტობუსზე დავიგვიანე, აღარაფერი არ მოდიოდა და მომიწია ღამეს გათანება ქართულ ქალბატონთან ერთად
იქ უკრაინელებიც იყვნენ, მოკლედ მოედანზე, ერთ-ერთ მთავარ მოედანზე და მე ამ ყველაფერს გაჩვენებთ მილანში და მოგიყვებით როგორ იყო ეს ყველაფერი. კადრებიც ამაქვს. აუცილებლად მივალ იმ ადგილას, ისედაც გამორიცხულია, იქ არ მოხვდე, ეს არის ცენტრალური რკინიგზის სადგურის წინ, რადგან ისტორიული ღირებულების ძეგლად ითვლება, მართლა ძალიან ლამაზია თვითონ შენობა, იმის წინ დგას ხოლმე ჯავშან ტექნიკა და იმ ჯავშან ტექნიკას ყავს თავისი მესვეურები, შეიარაღებული სამხედროები იცავენ ამ ისტორიულ ღირებულებას და აი მათ გვერდზე ვიყავით, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავით, თუმცა გარშემორევები ხდებოდა ალბათ ფილმებში გვაქვს მარტო ნანახი. ამ ყველაფერს მოგიყვებით მართლაც აი იქიდან სადაც ღამე გავათენე. აი ეს იყო სუჩემი მილანში. ყოფნის ამბავი. გამთენიისას ვიყიდე მე ბილეთი, როგორც კი რკინიგზის სადგურის შენობა გაიღო, ვიყიდე მაკინეტაში, ავტომატში ვიყიდე ბილეთი და მაგასაც მოგიყვებით ვინ მომეხმარა ბილეთის ყიდვაში. ეგ ცალკე მოსაყოლი თემაა, მე ადრეც მაქვს ნახსენები. და წავედი ჩემ მშობლიურ რომში. დილის მატარებლით. და ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. აი ეს იყო სუჩემი მილანში ყოფნის ამბავი, მე ახლა მივდივარ მეორედ და მივდივარ აი მართლაც ესე საფუძვლიანად დასათვალიერებლად, გემრიელად, უკვე სია მაქვს ჩამოწერილი, რა უნდა ვნახო და რა არ უნდა ვნახო. იქვე შევიძენ თქვენთვის როგორც მინიმუმ მაცივრის მაგნიტს მაინც სიმპათიურს გპირდებით. გილოცავთ გამარჯვებას, თქვენ ალბათ მიხვდით, რომ თქვენზე მაქვს საუბარი ორ კომენტატორზე. ჩემოკარგება. როგორ გიკითხოთ? რა კაი დროს გითხეთ არა? ინგა გრიგოლიასავით, კარგ დროს თქვი გამარჯობა. ჩემოკარგება. აი ამდენი ვილაქლაქე, მეტყობა ალბათ რომ ძალიან მიხარია, აი ჯერ აგვისტოს 30 რიცხვია და მე უკვე ნოემბრის ბოლოს ამბებს ამბები მახარებს უკვე იმისი, რაც მოსალოდნელია. სუდია რა იცით რომ პანეტონეები უკვე გაყიდვაში იქნება. იტალიური ისინი პასკები. მაგრამ არ ამგონია რომ ნოემბრის ბოლოს, აგვისტოს პირველ დღეებში, აგვისტოში, დეკემბრის პირველ დღეებში არ ამგონია რომ უკვე მორთულ მოკაზმული იყოს საშობაოდ და უკვე საშობაო ბაზრობები და საშობაო სოფელს რო აშენებენ ხოლმე ევროპული ქალაქის ცენტრებში და ეხლა ჩვენთანაც აშენებენ. უკვე იყოს ეს ყველაფერი მეეჭვება, თუმცა რა ვიცი, ვნახოთ. აი ესე. იმედია, კარგად მყევხართ ჩემოკარგებო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ, დიდი მადლობა რომ მაკომენტარებთ. აზიარებთ ვიდეოებს, გამოიწერეთ თუ ჯერ არ გამოგიწერიათ. ასევე გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი, რომელსაც ასევე ქვია გემრიელი ცხოვრება. ასევე მინდა გითხრათ რომ თქვენი აქტიურობებით ჩემი TikTok-ის გემრიელი ცხოვრება ძალიან კარგად მიდის წინ, იქნება რეკლამაზეც გავიდე გოგოებო და ბიჭებო და რაც შეეხება ჩემ ბლოგერობას და რაც შეეხება ჩემ არხებს, მინდა რომ ერთი კომენტარი წაგიკითხოთ და ერთი კომენტარი წაგიკითხოთ და მეც გავაკეთო ამ კომენტარზე კომენტარი. ქალბატონი მაფრთხილებს რომ ცუდად არ გამიგოთო და მე ცუდად არ გამიგია ნამდვილად. მართლა მთელი გულით გეუბნებით რომ ცუდად არაფერი არ მიმიღია და თქვენც მინდა გთხოვოთ ჩემო მაყურებლებო ნუ დაუკომენტარებთ ამ კომენტარს ქალბატონს, მე მგონია რომ ქალბატონია, თუმცა სახელწოდებით ვერ მივხვდი არის თუ არა. შეიძლება მამაკაციც იყოთ, ვერ გეტყვით.
მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დაუკომენტაროთ, მით უმეტეს რომ უარყოფითად არ დაუკომენტაროთ, მე თავად არ ვაკომენტარებ უარყოფითად, იმიტომ რომ რაღაც ესეთი საპრეტენზიო აქ არაფერი არ არის, უბრალოდ მინდა რომ პასუხი გავცე. ნეტა შენ ამაკა მუშაობით თავს არ იკლავ და მაინც მაგდანის საშუალება გაქვთ. ევროპის ქვეყნებში იმოგზაუროთ. ცუდად არ დამიწერია ეს კომენტარი, რადგან თქვენი მაყურებელი ვარ, კაი ხანია. უბრალოდ რასაც გიყურებთ ამ ბლოგერებს სახლებში შეხართ, კაი სვამთ, კაი სჭამთ, ის ხალხი, ვინც დილიდან საღამომდე გასულები ვართ და მაინც გაჭირვებით ცხოვრობთ, ყველა სხვა შეუულია ეს ბლოგერობა და ეკრანთან ქაქანია. პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის და პირველ რიგში მადლობა რომ მაფასებთ და კაი ხანია, როგორც თავად ამბობთ, ჩემი მაყურებელი ბრძანდებით, რადგან მიყურებთ, ესე იგი რაღაცა საინტერესოა ჩემთან და ჩემ არხზე და რადგან ამას ამბობთ, თქვენი მხრიდან ეს აღიარებაა, დიდი მადლობა. მესამე ამბავი ის რომ მე მეეჭვება ჩემო კარქო რომ ეკრანთან ქაქანი იყოს ღვთითბოძებული ნიჭი. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ვიცით, რაც გვაქვს და რაც გაგვაჩნია და რაზეც შეგვიძლია ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, სულ ღვთის დამსახურებაა. მე ამას არ ვუარყოფ, მაგრამ ეკრანთან საუბრის უნარი გამომუშავებადია. ბევრი სწავლით, ბევრი კითხვით და ბევრი გაამით. მრავალჯერადი გამეორებით, თქვენ რომ ჩემი ვიდეოები ნახოთ. დასაწყისში როგორი მქონდა? თავიდან ძალიან გაგეცინებათ. აი, ქართულ არხს არ აუშავდა. აი, მე დავიწყე რუსული არხით. თუ ვიპოვე ის ვიდეოები, აუცილებლად გაჩვენებთ, თუმცა მე ეჭვება, რომ სადმე მქონდეს შენახული, ძალიან სასაცილო ვიდეოებია, მართლა, აი, როგორი ისა ვარ, დაძაბული ვარ, როგორი უბედური ვარ, როგორი დაჭყეტილი თვალები მაქვს, გეგონება დასაყვრეტად ვიყევარ, გაყვანილი ვიღაცას, კამერა მაქვს მოშვერილი კი არა, გეგონება, ისი რა ქვია, ავტომატის ლულა იყოს შემკენ მოშვერილი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი სწავლადია. ერთმა ადამიანმა თუ ისწავლა, გამორიცხულია მეორე ვერ ისწავლოს. ახლა რომო ვინდომო გულით და სულით შეიძლება ნინო ანანიაშვილი ვერ გავხდე, მაგრამ ბალეტს ვიცეკვებ. გამორიცხულია რომ ვერ ვიცეკვო. დიდი შრომით და მონდომებით ყველაფერი შეიძლება. ასე რომ თუ გული გწყდებათ რომ ყველას არ შეუძლია ეკრანთან ქაქანი და ბლოგერობა, ნუ შეეპუებით და ნუ ჩაისვავთ თავს ჩარჩოში, თქვენ ეს შეგიძლიათ. აუცილებლად შეგიძლიათ. მეორეც ერთი მინდა გითხრათ, რომ თუ გული არ მიგიწევთ ამ საქმიანობისკენ, დიდი სახარბიელო საქმე არ არის, იმიტომ რომ აი თუნდაც აი ეს აი ამ წუთას მე ვარ იმის მაგალითი, რომ გარკვეულწილად თავის მართლება მიხდება და რაღაცის ახსნა. მსგავსი კომენტარებისგან, ესე ვთქვათ, თავის დაცვა, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში თუ უფრო მსუბუქად, მაგრამ თავის დაცვა. სახარბიელო არ არის იმ ხრივაც, რომ მე შემიძლია დავიფიცო. ჩემი შვილი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი სამშობლო, ჩემი რწმენა, ყველაფერი, რაც გამაჩნია, შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ჩემი საქმიანობით მე ჯერ ერთი თეთრი არ მიშოვია. ქართულ არხზე. არ მაქვს ლაპარაკი რუსულ არხზე, რომელიც დავხურე, იმიტომ რომ რუსეთში ამ წუთას გაუქმებულია საერთოდ გადარიცხვები და YouTube-ის მონეტიზაცია და ქართულ არხზე მე ჯერ კაპიკი არ მიშოვია. აბსოლუტურად არაფერი. აი, აბსოლუტურად არაფერი. არც ამაქვს გაკეთებული მონეტიზაცია. ანუ ვიდეოებს რო ვდებთ, გარკვეული რაოდენობის მაყურებელი რო გვყავს, გარკვეული რაოდენობის მოწონება რო გვაქვს, გარკვეული რაოდენობის კომენტარი და ნახვა რო გვაქვს, ამ ყველაფრით გროვდება, ესე ვთქვათ, მრიცხველი ტრიალებს და YouTube-ის პროგრამა ამას ითვლის და რაღაცა პატარა კაპიკი გერიცხება, მაგრამ ეს კაპიკი რომ დაგერიცხოს, ამისათვის უნდა გააქტიურო. მე არ მაქვს გააქტიურებული ჩემი არხი, იმიტომ რომ მე რასაც მინდა ვიტყვი, რომელ მუსიკასაც მინდა გამოვიყენებ, რომელი ფილმის ნაწყვეტსაც მინდა იმას ამოვჭრი და ამ ვიდეოში ჩავსვავ, საავტორო უფლებებზე ვერ შემედავება YouTube-ი და ვერ დამიბლოკავს ვიდეოებს
იმის სანაცვლოდ, რომ მე არ მაქვს გაკეთებული მონეტიზაცია და მონეტიზაციის გაკეთებაშიც ვერ ვხედავ აზრს. თორეს მას ვიზავდი, საავტორო უფლებებით გამოვიყენებდი მუსიკას და არ გამოვიყენებდი იმას, რისი გამოყენებასაც მიგრძალავენ მონეტიზირებულ არხზე. მაგრამ აზრი არ აქვს. რამდენიმე მილიონი უნდა კონდეს ერთ ვიდეოს ნახვა, რომ რაღაცა ღირდეს და ყოველ თვე რაღაცა კაპიკი დამერიცხოს. აი კაპიკი, იცით როგორ კაპიკზე ვლაპარაკობ? $50-ზე, მეტზე არა. რომლითაც თავს ვერ ირჩენ ვერანაირად, ახლა მით უმეტეს და ვიფიქრე, რომ ბარიღამ თავისუფალი ვიყო და არ მიბლოკავდეს და არ მიფუჭებდეს ვიდეოებს ჩემ ნაშრომს ეს YouTube და მე მილიონობით ნახვა, მაინც არ მექნება. მე ხო არა მაქვს ისეთი პოპულარული სიმღერა, აი როგორც ის ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა რო ჩაწერა. არ წახვიდე, არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერი, აი მაგ ვიდეოს გამოსვლის თვეში და 6 მილიონი ნახვა ქონდა. იმიტომ რომ ყველა ფანჯრიდან ეგ სიმღერა ისმოდა, არ არსებობდა დაბადების დღე, არ არსებობდა ქორწილი, არ არსებობდა ახალგაზრდების სუფრაზე თავყრილობა, რომ ეს სიმღერა არ ჩაერთო და დაეტრიალებინათ 150-ჯერ და კი გამოუვიდა ერთ თვეში იმ კაცს 6 მილიონი ნახვა და კი მიიღო შესაბამისი ხელფასი და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ესეთი ვიდეოები არა მაქვს, ამას თქვენ ერთხელ უყურებთ და გასაგებია, მეტი არ არის საჭირო, ხო? ამას თქვენ ხო მეგობარი რომ მოგივათ, მაშინ არ ჩართავთ და кейფზე არ ჩართავთ. მე არა მაქვს ესეთი კონტენტი, რომელსაც რამდენჯერმე უნდა უყუროს ადამიანმა. ასე რომ ჩვენ 2 მილიონიან ქვეყანაში, მე ისიც მეეჭვება ვართ თუ არა 2 მილიონი. ქართულენოვანი ვიდეო ამდენს მრიცხველი ვერ დაწერს, რომ ადამიანმა თავი ირჩინოს, გამორიცხულია. მე რო დღე და ღამე ვიდეოები ვწერო და მე რო დღე და ღამე YouTube არხისთვის ვიმუშაო, მაინც ვერ დავატრიალებ მას მრიცხველს ისე, რომ მე ამით თავი ვირჩინო. გამორთული მაქვს ეს ყველაფერი, სამაგიეროდ იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ჩემთან მოვა რეკლამის შემკვეთი. მოვა ფერმერი, რომელიც მეტყვის, აჰა, შენ ტომარა ხახვი და გაუკეთე ჩემ ხახვს რეკლამა, თქვი რომ იმ მაღაზიაში ვყიდი. აჰა, შენ 50 ლარი და გაუკეთე ჩემ შეკერილ ფეხსაცმელს რეკლამა. აჰა, შენ 100 ლარი და გაუკეთე ჩემ წარმოებულ მაწონს რეკლამა. თუ მომეწონება ეს მაწონი მეც კეთილსინდისიერად ლაბორატორიული შემოწმება არ შემიძლია, მაგრამ გემოვნური თვისებებით რო შევაფასებ, თუ მომეწონება ხო დავთანხმდები. თუ არ მომეწონება და 100 ლარი კი არა, $100,000 რომ მომცეს, შეიძლება დაუფიქრდე, მიღირს თუ არ მიღირს და ამ უაზრო ტყუილის თქმა, რომელმაც შეიძლება ვიღაცას ავნოს. და აი ამას ველოდები და ადრე თუ გვიან ეს ესე იქნება და ჩემთვის დამატებითი შემოსავალი არავისთვის არ არის ზედმეტი, არც ჩემთვის და არც არავისთვის. მილიარდერების ხედან და კიდე კაპიკებს ითვლიან და კიდე ჟმოტობენ და კიდე ფიქრობენ რა იშოვონ და რატომაც არა ხა ჩემთან თუ შემოვიდა ეს ყველაფერი, მე უარს არ ვიტყვი ნამდვილად და იმედი მაქვს რომ იქნება. თუმცა თავდაპირველი დატვირთვა ამ არხს ჰქონდა ჩემი თერაპიული დატვირთვა. ანუ ეს ჩემი ფსიქოლოგიც არის ეს არხი, ჩემი თერაპიაც არის, ჩემი მასაჟიც არის, ჩემი კომპლექსის მოხსნაც არის, საკუთარი თავის გაცნობაც არის, გართობაც არის და პლუს კიდე იმედია რომ რაღაცა შემოსავალი მექნება და ამაში მეხმარებით თქვენ, ჩემი ონლაინ შეძენილი მეგობრები და რისთვისაც დიდი მადლობა რომ ამის იმედია ჯერჯერობით და როცა იქნება უფრო დიდი მადლობა მე თქვენ. და მაგრამ ის რომ მე იმიტომ მაქვს ფეხი ფეხზე გადადებული და კაის ვჭამ და კაის ვსვამ, რომ მაქვს არხი, ეგ არ არსებულია, ასე რომ თქვენ თუ გინდათ შექმნათ არხი დიდი შემოსავლისთვის, მოემზადეთ იმისთვის, რომ ძალიან დიდხანს ეს შემოსავალი არ იქნება. ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად უნდა იცოდა ეს საქმე, აი რაღაცა სოციალური სოცმედიის მენეჯერი უნდა იყო, რაც მე არა ვარ. და აგერ ვარ უკვე მეორე წელია თუ მესამე წელია და თვითონ კულინარიული ვიდეოები ხო საერთოდ 7 წელია მაქვს ქართულ ენაზე მე მგონი. და ჯერ კაპიკი არ ამიღია. და თუ გული მიგიწევთ და თუ თქვენი საქმეა და ეს ისევე გსიამოვნებთ, როგორც მე მსიამოვნებს ეს საქმე და ისევე გაგაბედნიერებთ. ნუ რავითარ შემთხვევაში, ნუ შეყოვდებით და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენ ამის ნიჭი არ გაქვთ და ქაქანი და ბლოგერობა არ გეხერხებათ. როგორც თქვენი სიტყვებით გავიგე, თქვენ კომენტარში წერია, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და
მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ გამდიდრდეთ, გელით ან დიდი იმედგაცრუება, ან მრავალწლიანი მოლოდინი ამ სფეროში, ასე რომ ამით ვერ გამდიდრდები, ფეხზე ვერ გადაიდებ და კაის ვერც კაის შეჭამ და ვერც კაის დალევ. მომდევნო საკითხი ის არის, რომ მე უბრალოდ ვარ ძალიან პოზიტიური ადამიანი. ეს ოჯახიდან მომდევს მე. არასოდეს ჩვენ მდიდრები არ ყოფილვართ პირიქით. არასოდეს ჩვენ ზედმეტი არაფერი არ გქონია, არასოდეს ჩვენ არ გქონია ყოლია მანქანა, არასოდეს დედმამის ოჯახს გულისხმობ, არასდროს ჩვენ არ გქონდა კარგი ბინა, არასდროს ჩვენ არ გქონია კარგი ავეჯი, მაგრამ მოგზაურობდით, კარგად ვისვენებდით, ცუდად არ გვეცვა, მუდმივად ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩვენთან, რომლებიც იყო დრო ჩვენი დამხმარეები იყვნენ, მე ჩვენ გავხდით იმათი დამხმარეები. დედა და მამა ცხოვრობდნენ, მე ადრეც მაქვს ნათქვამი, დედამთილების, მამამთილების, სიდედრების და სიმამრების გარეშე ცალკე და ყოველთვის მისი რა ქვია, ახალგაზრდების, მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, ჩოჩქოლი იყო ჩვენ სახლში. ბავშვობას, აი რომ თვალს რომ ხუჭავდა ბავშვობას წარმომიდგება ჩვენი თბილისის სახლი, რომელიც გაჭედილია დედაჩემის და მამიჩემის მეგობრებით და სუსუფრაა გაშლილი, სუ ტაფაში შხინებს, სუ მისი რა ქვია, თებშების ჭახაჭუხია, სუ აშლა და გაშლა. და სადაც მივდიოდით, კიდე იგივე ხდებოდა, ქვიშხეთში მივდიოდით და მოვიდოდა 5 მანქანა სტუმრები და იმითი მე მგონი საარყი ქვაბში ხარშავდა ხოლმე მამა ღომს, ჩვენთან სახლში მამა ხარშავს ღომს საერთოდ და იყო ერთი ამბავი, სამეგრელოში მივდიოდით მამაჩემის ოჯახში და ჩვენი წილი მიგქონდა, იქ კიდე სტუმრებს პატიჟებდით და იქ კიდე ის მქონდა ხოლმე. ცალკე ამ ყველაფრის აღნიშნა, იქ თვითონ ოჯახიც იმხელაა, რომ კაი გვარიანი დაბადების დღეა თუ ქორწილი არა. და იქაც ჩვენით დავდიოდით. აი ეს იყო ჩვენი ხარჯი და აი ეს მეხსიერებაში დაგვრჩა და ეს ურთიერთობები დაგვრჩა. რაღაცას ვნანობთ, რაღაცას არ ვნანობთ, მაგრამ არასდროს არ ყოფილვართ შეძლებულები. ისევე ვარ ახლა და იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ განწყობა მაინც ძალიან კარგი გქონდა. მამას უღიღინებდა, დედას უიღიმებოდა და ჩვენ ახლო მეგობარს ახლაც გვახსოვს ეს ტერმინი, იმას ტერმინი ქონდა ესეთი რაღაცა იქნება. აი 90-იანებში იმ გაჭირებაში, იმ შიმშილში, იმ უშუქობაში, იმ საშიშ დროში რაღაცა იქნება. დღესაც მაგას ვიძახებ. მე როგორც ჩანს, ესეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, ჩემო კარგებო, რომ ყველას მომწერეთ, აბა თუ მართლა ესეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ და თუ მართლა ესე გონიათ, რომ მართლა ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული და მართლა არ მაკლია, არ საჭმელი და არ სასმელი. კი, მე ძალიან მიყვარს კარგი ჩაცმა. კი, მე მიყვარს ძალიან ფულის ხარჯვა, როცა მაქვს. დიახ, მე მიყვარს ძალიან კარგი საკვები, დელიკატესებიც კი ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მაქვს პერიოდები, როდესაც სულ წარიელი მაქვს საფულე. მაქვს პერიოდები, როცა მაქვს სესხი. და საერთოდაც 10 წლიანი სესხი მაქვს აი ამ აგარის ბინის, რომელიც არც თბილისია, არც ვაკია, არც საბურთალოა, არც პარიზია და არც ფეშენებელურია და თქვენ თავად გაქვთ ნახი როგორი აქვს სადარბაზო, მაგრამ მე ეს ისე მიხარია და მთელი გულით მიხარია და ამას მე უბრალოდ სახეზე ღიმილით არ გამოვხატავ, მე ამას გამომაშვები ვგრძნობ მთლიანად თითეული უჯრედით. მე ეს ისე მიხარია, როგორც დიდი სასახლე და მე ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღეს აი ამ დიდი მადლიერების გამო, რომ ყველაფერი მიხარია, ეს დიდი სასახლეც მექნება. ყველაფერი მექნება აბსოლუტურად. შეუძლებელი არაფერი არ არის თუ ადამიანს უნდა. რაც შეეხება ფეხი ფეხზე გადადებას, მე ძალიან ბევრს შრომობ, ჩემო კარგებო. ამ წუთას მე მაქვს ძალიან დიდი ფუნქცია ჩემ ოჯახში, ისევე როგორც ყველა დიასახლის, თითეული დიასახლისის სახლში არის გამაერთიანებელი რგოლი, რომელიც ზრუნავს სისუფთავეზე, გემრიელობაზე, სიწყნარეზე, სიმშვიდეზე, სამუშაო განწყობაზე, მოტივაციაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერზე. გარდა ამისა, თქვენ კარგად იცით, რომ მე არასოდეს არ ვამბობ, არავითარ სამუშაოზე უყვარს.
თუ კი რამე არის რეალური და შეიძლება რომ იქიდან კაპიკი გამოიჭრას, მე ყველაფერს ვაკეთებ, მე ვკერავ, მე ვთელავ, მე ვთარგმნი, მე ვამონტაჟებ, მე ტიტრებს ვწერ, მაღაზიაშიც გავედი სამუშაოდ, უბრალოდ ძალიან მონაობა იყო და ეხლა მასე ვერ გავიმეტებ ჩემ თავს და ძალიან დავაკვდი ჩემ ოჯახს. მე ძალიან კარგად მესმის, რამ დაგაწერინათ თქვენ ეს კომენტარი. მართლა კარგად მესმის, ამიტომ გაბრაზებული არ ვლაპარაკობ და მე რო გაუბრაზებულიყავი ამ კომენტარს საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას და საერთოდ არ დავაკომენტარებდი, მაგრამ მე თქვენი ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მეც მქონდა პერიოდი, როდესაც ვიყავი უსაზღვროდ დაღლილი და უბრალოდ ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი და ჩემი თავი მეგონა არაფრის მქონე, არაფრის გამკეთებელი, აბსოლუტურად უძლური და მართლაც ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანებზე და გარემოზე, მართლა. მათზე ვინც იღიმოდა, მათზე ვინც ჩემზე წარმატებული იყო, მათზე, იმიტომ და სულ მეგონა რომ ეს ყველაფერი ქონდათ ჩაწყობით, სულ მეგონა რომ ეს ყველაფერი არ დაიმსახურეს, მე მეგონა რომ ეს სულ შემთხვევით დაემართათ და საერთოდაც აი მოდით პირდაპირ ვიტყვი, მე მიყვარს საერთოდ სიმართლის თქმა და იმისი აღიარება, რომ ადამიანი ვარ და მე ჩემი მინუსიც მაქვს, პლუსიც მაქვს და რა თქმა უნდა უცოდველი არა ვარ და რა თქმა უნდა რაღაცეები მეშლება, მაგრამ ამას მე ახლა ჩემთვის ეს არის აღსარება, რასაც ახლა ვამბობ. კი, მე არ მიხარო და ძალიან წარმატებული ადამიანების ყურება და თუნდაც ჩემს გარშემო წარმატებული ადამიანების კიდევ უფრო მეტი წარმატება და თუნდაც ის შემოსავალი და თუნდაც ის კარგი სამსახური და იმიტომ რომ მე მქონდა ყველაფერი ჩაკეტილი და იმიტომ რომ კი ძალიან ძნელია მე მქონდა ესეთი პერიოდი მართლა მქონდა მიშველა რამ იცით რამ მიშველა და ამისთვის ამ ყველაფრის მისახვედრად დამჭირდა ალბათ 35-40 წელი და ახლაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მე მივხვდი აი ახლა მე როგორცაც მიყურებთ ბედნიერს, გახარებულს, გაღიმებულს, პოზიტიურს, რომელიც რომ შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ ყველაფერი მაქვს და ფეხ-ფეხზე მაქვს გადადებული და აი ამ ბედნიერების ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს. მე მეგონა რომ ეს ჯერ უნდა მიზეზები უნდა მოსულიყო აი ამ ბედნიერების და მე უნდა გაუბედნიერებულიყავი და მე უნდა გამეხარა, მე უნდა გამეღიმა, მე უნდა თავისუფლად ყოფილიყავი, მე უნდა გავლამაზებულიყავი და მე სხვისიც გამეხარდებოდა. არა, მე მივხვდი რომ ჯერ აი ესეთ ხასიათზე უნდა ვიყო, რომ მე მოვიდეს ის სამსახურიც, ის ხელფასიც, ის შემოსავალიც, ის ცოდნაც, ის საჭირო ადამიანებიც. ადამიანები ერთმანეთს ვჭირდებით ხელი ხელს ბანს, მე ცუდი გაგებით საჭიროს არ ვამბობ და გამორჩენის და გამოყენების თვალსაზრისით არ ვამბობ. მე მივხვდი რომ ჯერ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი და ბედნიერების ესე ვთქვათ მიზეზები რომ და სინამდვილეში ბედნიერების მიზეზები არ ჭირდება. ბედნიერი უკვე მაშინ ვართ როცა ვსუნთქავთ. აი მოიჭირეთ ცხვირზე ხელი და დაფიქრდით რომ ამოსუნთქვა არ შეგიძლიათ და რომ ამოისუნთქებთ მიხვდებით რომ ბედნიერი ხართ. ყოველ დილით რო გაიღვიძებთ უბრალოდ მადლობა თქვით რომ გაგეღვიძათ. მადლობა ღმერთს რომ სამსახური გაქვთ და დილიდან დაღამებამდე მუშაობა შეგიძლიათ. აი ფიზიკურად ჯანმრთელობა, აი კიდევ ერთი მიზეზი ბედნიერებისა. ეს ძალიან კარგია. აი თქვით რომ ძალიან კარგია. აი ყოველ დღე თქვენ თავს უთხარით რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ენერგიული გახდეთ, რომ ყოველი დღე უფრო და უფრო მეტი კარგის მომტანია, რომ ყოველ წუთას უფრო და უფრო მეტი სიკეთე შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ეს უთხარით თქვენ თავს და ტვინი ადრე თუ გვიან ამას დაიჯერებს. ტვინის ნეირონები თურმე ასე მუშაობს მართლაც. ტვინი რასაც იჯერებს გარშემო აი ბადეს ქსოვს შემდგომ. მე აუცილებლად მოდის იდეა, რომელიც გაგიყვანთ საჭირო ადამიანებზე, საჭირო საქმეზე. უბრალოდ უთხარით თქვენ თავს რომ ბევრი რამე შეგიძლიათ. მე ესე გავაკეთე. მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, ეს წიგნებში წაკითხული კი არა მაქვს და უბრალოდ კი არა მაქვს ფრაზა დამახსოვრებული. კი, წაკითხულიც მაქვს, კი, მოსმენილიც მაქვს, კი, ჩემმა მეგობრებმაც მირჩიეს და ეს ყველაფერი კარგად დავფიქრდი, გავიაზრე და იცი ერთია და გაიაზრე და გააცნობიერე სხვა არის და დავიწყე მუშაობა ჩემ თავზე. აი ჩემ თავზე როგორი მინდა რომ ვიყო მე მინდა ვიყო სხვერპლის პოზაში და ვიყო გაბრაზებული და ნაწყენი გარშემო წარმატებულ ადამიანებზე თუ მინდა რომ ისინი გახდნენ ჩემი
ინსპირაციის წყარო, რომ მივხვდე, რომ რადგან იმას გამოუვიდა, ესე იგი ბუნებაში ეს შესაძლებელია და მეც აუცილებლად გამომივა. და ვინა ვარ მე? მე ვარ ასეთი და ასეთი და შემიძლია რომ ვიყო უკეთესი. კი, რა თქმა უნდა, შემიძლია ვიყო უკეთესი და რაც შემიძლია იმის გამო მადლობას ვიმსახურებ, აუცილებლად ვიმსახურებ. თითეული ჩვენთაგანი. მადლობას იმის გამო, რასაც ჩვენი სხეული, ჩვენი სული, ჩვენი ტვინი, ჩვენი ორგანოები, ჩვენი შეხება, ყდოსვა, ყველანაირი რეცეპტორი, ყველაფერი იმსახურებს დიდ მადლობას და დიდ შექებას. აუცილებლად შეაქეთ თქვენი თავი. მოდით შინაგანად ფორმაში და ერთშვენიერ დღეს დაფიქრდებით იმაზე და კითხავთ თქვენ თავს, რისი გაკეთება მიყვარს, მე აი ციყვივით რომ ვბრუნავ ციყვივით ელემენტარულ ლუკმა პურზე რომ დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ და ვიღლები და სხვა რამეზე ფიქრის თავი არ ამაქვს. ერთ დღესაც გამოვნახავ ერთ ნახევარ საათს ჩემთვის დავჯდები და დავფიქრდები, რისი გაკეთება მინდა მე, სადამდე მინდა რომ მივიდე, როგორი მინდა რომ გავხდე მე და როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება და ამისათვის რა უნდა გავაკეთო. რას გავაკეთებდი ყველაფერი რომ მქონდეს. აი დავუშვათ მილიარდელი ვარ, რას გავაკეთებდი. კი, ვიყიდე ბინა, ვიყიდე მანქანა, მაქვს კომფორტი, არ მში, არ მწყურია გარშემო, მეგობრებსაც დავეხმარე, ოჯახი დავაბინავე მერე. აი როცა არ გჭირდებათ მუშაობა, რისი გაკეთება გიყვართ, ქსოვა გიყვართ. იქნებ ბოსტნის მორწყვა გიყვართ, იქნებ წიგნების წერა გიყვართ, იქნებ უბრალოდ სეირნობა გიყვართ, იქნებ საბავშვო ბაღი გინდათ გახსნათ, იქნებ ლექსები გინდათ დაწეროთ. კითხეთ თქვენ თავს, რისი კეთება გინდათ და როდესაც თქვენ იპოვით იმას, რისი კეთებაც ძალიან გაბედნიერებთ, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიტანთ ფულს. აუცილებლად მოგიტანთ ფულს. არიან მხატვრები, რომლებიც თეთრ ტილოზე ორ შავ ზოლს ატარებენ. ისინი ამას აფასებენ ხელოვნებად, ისინი ამისთვის საკუთარ თავს მადლობას უხდიან, ისინი ამ ორი ხაზისთვის საკუთარ თავს მხატვრებს უწოდებენ და სწორედ ამიტომ იმ ორი ხაზის მყიდველი გამოჩნდება ხოლმე და ჩვენ მერე გვიკვირს, რომ აი რა იყო ახლა აქ ასეთი ესე ხო მე შემიძლია. თუ შეგიძლია გააკეთე, აბა მიდი. მაგრამ ჩემ შემთხვევაში იქნება ტილოზე ორი ხაზი, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს ტილოზე ორი ხაზია და იმ ადამიანმა ტილოზე ორ ხაზს დაარქვა მხატვრობა და თავის თავს მხატვარი. ანუ ჯერ პირველ რიგში მან თავის თავი აღიარა და შემდგომ სხვამაც დაიჯერა, რომ ეს არის შემოქმედება და იყიდა და არც თუ ისე იაფად. ეს ამისი გაცნობიერება და დაჯერება ძალიან ძნელია. თქვენ ახლა აუცილებლად იტყვით, რომ დგას ეს ქალი და რატრატებს ახლა და მე რა უთხარი და იმან რა თქვა. მე კიდევ გავიმეორებ. აუცილებლად შეაქეთ საკუთარი თავი, იყავით მადლიერი საკუთარი თავის სამყაროს და ღმერთისადმი ყველაფრისთვის რაც გაქვთ და ხანდახან გადაღლა და გაბრაზებაც ბიძგია რომ დაფიქრდე რომ იქნებ აღარ მინდა ასე ცხოვრება და იქნებ ჩემი საქმე წამოვიწყო, იქნებ პროფესია შევიცვალო, იქნებ ხელობა ვისწავლო. აბა დაფიქრდით. იქნება მართალია. და პირველ რიგში ჯერ უნდა გახდეთ შეგრძნების დონეზე ისეთი ბედნიერი, როგორიც იქნებოდით, ყველაფერი რო გქონდეთ, რაც გინდათ. აი ეს, ჩემსავით. რო შემხედავს ადამიანი და რო იფიქრებს, რომ მილიონერიც ვარ. ფეხი ფეხზეც მაქვს გადადებული. კაისაც ვჭამ, კაისაც ვსვამ და ქაქანში ფულს მიხდიან. მადლობა ამ კომენტარისთვის, იმიტომ რომ რადგან მე თქვენზე ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე, ერთშვენიერ დღეს მე აუცილებლად გადამიხდიან ქაქანში. მართლა გულით გიხდით მადლობას და აი ეს ჩემი მადლობა, რასაც აი ეს მადლიერება, რასაც მე ახლა თქვენდანი გამოვხატავ, ესეც ჩემ სამყაროზე დადებითად მოქმედებს. იმიტომ რომ მადლობას ამბობენ ისინი, ვისაც რაღაცა აქვს სამადლობელი. მე კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს სამყაროს წინაშე, რომ მე სამადლობელი ბევრი მაქვს და ის ბევრი თავისი ფეხით მოდის ჩემთან. შეიძლება არც ვიმუშაო. აი ასე ხდება.
გარდა ამისა, კიდე ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე და ჩემი მეუღლე, რომელიც თქვენ ერთხელ თვალითაც არ გინახავთ და ახლა ღამეა და ის ჯერ კიდევ მუშაობს და როდის მოვა კაცმა არ იცის. და ძალიანაც რომ მინდოდეს ვერანაირად ვერ გამოვა ჩვენ ეკრანზე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის, მეც კი მენატრება იმდენს მუშაობს. ჩემი შვილი, რომელიც ძალიან მშრომელია, რომელშიც მე მთელი ჩემი ახალგაზრდობის რესურსი ჩავდე, იმისათვის, რომ მას განათლება ქონოდა და იმისათვის, რომ მას თითქმის 7 ენა სწოდნოდა, რომ მას კომპიუტერული პროგრამები სწოდნოდა, რომ მას ხატვა შესძლებოდა, რომ მას თავის დროზე ტექნიკაც ქონოდა ციფრული, რომ მას თავის დროზე ფანქარიც ქონოდა, რომ მას თავის დროზე ყველაფერი ქონოდა, რაც სწავლისთვის იყო საჭირო, ის კარგი მასწავლებელი, ის ჩემი დრო, მე რო გვერდით ვეჯექი და მუდმივად რომ ვუკითხავდი, ის ჩემი ახალგაზრდული წლები, როდესაც ხალხი აი მაშინ მოგზაურობს და მაშინ იპრანჭება და მაშინ უყვარდება და მაშინაა ლამაზი და მაშინაა მსუბუქი და თავისუფალი, მე ვიჯექი და ჩემ შულს ვუკითხავდი წიგნებს, ვასწავლედი იმას, რაც მე ვიცოდი, მასთან ერთად ვაწყობდი პაზლებს, მასთან ერთად ვხატავდი, მასთან ერთად წერდი, მასთან ერთად დავდიოდი თბილისის მუზეუმებში, მითხარით, რამდენ სკოლამდელ ბავშვს იცნობთ, რომელიც დედამ თბილისში არსებული ყველა მუზეუმი მოატარა. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ მუზეუმები, რომლებიც ბევრს არც კი გაუგია. აბა მითხარით, გაგიგიათ თუ არა ასე მაგალითად აბრეშუმის მუზეუმის შესახებ, ფოლკლორული საკრავების მუზეუმის შესახებ. აი თუ გაგიგიათ, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ძალიან კარგი თუ ესეა. მე ეს ყველაფერი მე თვითონ რაც არ ვიცოდი, იმაზეც კი მოვიძიებდი ინფორმაციას, რომ მაქსიმალურად ბევრი ჩამეტენა ჩემი შვილის თავში. და დღეს ის ამ ჩემ დიდ შრომას აფასებს. მე რო წონაში მოვიკელი, ძღომა არ ვიცოდი ჩასაცმლის ყიდვაში, სატყიდულობდი ახლა მე მეორაჩი სხვაგან არსად და ბოდიშის მოხვდით თქვი, რომ მეთქი კიდე იქ ვიყავი თამილას მაღაზიაში და კიდე ერთი პარკი მოვიტანე მეთქი და დედა იცი რაო, მთელი 18 წელიო, 17-18 წელიო, ყველაფერი იყო ჩემიო. ახლა შენი დრო მოვიდაო. დღეს ჩემ შულს თავისუფლად შეუძლია, რომ მთელი ოჯახი გვარჩინოს. თავისუფლად გადაიხადოს იპოთეკა, თავისუფლად გადაიხადოს კომუნალურები და მამოგზაუროს კიდევაც, რაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს ახლაც. ასე რომ, მოდით დავიტრაბახებ და ვიტყვი, რომ კარგი შვილი მყავს, კარგი გამოდგა და მეც ძალიან ბევრი ჩავდე მასში. ასე რომ, ჩემა ცხოვრებამ, ჩემა ღმერთმა, ჩემა სამყარომ, მე მარგუნა ორი ესეთი ადამიანი ჩემ ოჯახში, რომლებიც ამის საშუალებას მაძლევენ და რატომაც არა, არ ვიმსახურებ, თქვენ რო იცოდეთ, მე როგორ რამდენად ვითვალისწინებ მათ გემოვნებას, რამდენად ვითვალისწინებ მათ დღის რეჟიმს, რამდენად ვითვალისწინებ, რომ მათ კომფორტი შეექმნათ, აი აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილი მაქვს, რომ აი ჩემი მაისური სად არის, რო არ იკითხოს, რომ უკვე იდოს იქ სადაც დევს და ფერების მიხედვით ისე იდოს და კონტეინერში საგზალი საკვები ისე იდოს, რომ რომელია პირველი, მეორე, მესამე, ამაზე ფიქრი არ დასჭირდეს. მაქვს და გამიმართლა იმაშიც, რომ ისინი მე ამას მიფასებენ, მათ ეს იციან, რომ ჩემთვის ეს არის იგივე სამუშაო. ასე რომ ჩემო კარგებო, მართლაც ბევრი ვიქაქანე, მე ყოველთვის აღუნიშნავ, რომ რა ლაქლაქა ვარ თქო. მართლა ბლოგერობის ნიჭი მაქვს ეტყობა. აი ამ კომენტარს ეს ყველაფერი მოვაყოლე და კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ მე თქვენგან არაფერი მწყენია ნამდვილად, პირიქით მე ჩემი თავი წარმოვიდგინე თქვენ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე ვყოფილ ვარ თქვენ მდგომარეობაში. ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ მაყურებელს, რომ ამ კომენტარის ქვემოთ არ დაწეროს რაიმე შეურაცხმყოფელი, ძალიან გთხოვთ. არაფერი მანდ საწყენი, გასაბრაზებელი არ იყო. ყველაფერი კარგად არის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მიყურებთ კონკრეტულად, არ ვიცი, ქალბატონი ბრძანდებით თუ მამაკაცი,
კონკრეტულად თქვენ გიხდით მადლობას, რომ ამდენი ხანი ჩემთან ხართ და აი იმ რაღაცა თქვენთვის ცხოვრების აი იმ წუთებში, როდესაც ძალიან იყავით დაღლილი და ასეთი კომენტარი დაწერეთ, მე მენდეთ. მადლობა, რომ აი ესე გული გადამეშალეთ. აი ესეთი ვიდეო გამოგვივიდა, ჩემო კარგებო, ცოტა არ იყოს და გრძელი. იმედია ძალიან არ შეგაწყინეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით. მინდა ვთქვა, რომ ხვალ არის 31 აგვისტო, ზაფხულის ბოლო დღე, ჩემო კარგებო. კიდევ ერთი ზაფხული დასრულდა და ხავერდოვანი შემოდგომის სეზონი გახსნილად გამომიცხადებია. აბა, ბედნიერი შემოდგომა, ჩემო კარგებო, ჩვენ ამ სეზონზეც ერთად ვიქნებით, აი ამ შემოდგომის სეზონზეც, რა თქმა უნდა, და იმედი მაქვს, რომ ბევრი საინტერესო კომენტარი, ბევრი საინტერესო ვიდეო და ბევრი საინტერესო თუნდაც მოგზაურობა გვექნება. აბა თქვენ იცით, იმედია ხვალზე გშეგხვდებით. კარგად.